2 or 3 microphones. The sound does not fade. Our blendcast begins. It begins. მოგესალმებით, ეს არის Blendcast-ი და დღეს ვისაუბრებ ერთ შეხედვით განსხვავებულ სამყაროზე, გემოვნების ხელოვნებაზე და სივრცეების შექმნაზე. კარგ ვისკში ბალანსია ტკბილი მწარე და ხის ტონების ჰარმონია, დეველოპმენტში კი ფუნქციონალის დიზაინისა და გამძლეობის სწორი შეთავაზება. ორივე შემთხვევაში, სწორი დაბალანსებული სისტემა განსაზღვრავს საბოლოო წარმატებას. ჩვენი სტუმარი არის ადამიანი, რომელიც ამ ორ სამყაროს იდეალურად აბალანსებს და შედეგიც ყოველთვის შესაბამისია. ჩვენი სტუმარია დეველოპერული კომპანია თეთრი კვადრატის გენერალური დირექტორი გიორგი ნატროშვილი. ვისკის კარგი მცოდნე და ენთუზიასტი. გამარჯობა გიორგი. მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა სტუმრობისთვის. ვინ არის გიორგი? არა სივით, არამედ ადამიანურად. ალბათ ადამიანი, რომელსაც უყვარს პროცესებში ჩართვა, უყვარს დეტალებში ჩაძრომა და უყვარს სრულფასოვნება და სრულყოფილება ყველაფერში რასაც აკეთებს. როგორ ფიქრობთ, დეველოპმენტი მართლა გავს ვისკის? იცი რა, დეველოპმენტი მართლა გავს, კი. მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული. საბოლოოდ იღებ აუცილებლად კარგ შედეგს. ხო, ერთი არის რომ კარგ შედეგს იღებ და მიზანი არის რომ კარგი შედეგი მიიღო და მეორე რომ გრძელვადიანი პროცესია ორივე. როგორც ვისკის უნდა სწორი ფუნდამენტი, სწორი სპირტი, რომელიც შემდეგ უნდა დადგეს და წლების განმავლობაში დაძველდეს და ამის შემდეგ კიდევ წლებს გაუძლოს გემოების კუთხით, ისე დეველოპმენტისას ვაკეთებთ ფუნდამენტს, რომელიც არამხოლოდ იმ მომენტში უნდა შექმნა პროდუქტი, რომელიც კარგად გაიყიდება და იმ მომენტში იქნება კარგი, 10 წლეულებს უნდა გაუძლოს და ქალაქის იერსახეს უნდა გაუძლოს და რაც თავარი მოსახლეობის მოთხოვნილებას გაუძლოს მრავალი წელი. კიდევ ის სიამოვნოს. და ის სიამოვნოს კიდევმა, იმიტომ რომ ბინის შეძენა არ არის ესეთი მარტივი პროცესი, ასე ვთქვათ. ეს არის ძალიან სენსიტიური მომენტი ბევრი ადამიანისთვის და იქ თაობები იზრდებიან შესაბამისად, თაობებმა უნდა ისიამოვნონ ამ პროცესში და ამ ამბავში ძალიან დიდი მსგავსებაა ვისკისთან, რომელიც ესე წლები ვარგდება სხვადასხვა ტიპის კასრებში და საბოლოოდ ვიღებთ პროდუქტს, რომელიც მართლა უძლებს 10 წლეულებს. და სიამოვნებას გვანიჭებს. სიამოვნებას გვანიჭებს, რა თქმა უნდა. გიორგი, რა არის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა უძრავი ქონების ბაზარზე? დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა არის, რომ მოვერგოთ თანამედროვე ადამიანის მოთხოვნილებებს. იმიტომ რომ მივახციეთ იმ ეტაპს საქართველოში უძრავი ქონების ბაზარზე, სადაც მხოლოდ 4 კედელი და ჭერი აღარ არის საკმარისი, ანუ აღარ ყიდულობს მოსახლეობის დიდი ნაწილი ბინას მხოლოდ იმიტომ, რომ აქვს 4 კედელი და ჭერი. უფრო მეტიც ეს უნდა აკმაყოფილებდეს მის თანამედროვე ცხოვრების სტილს. ანუ ამიტომ უნდა ვცდილობთ ჩვენ ყოველთვის რომ შევქმნათ არა მხოლოდ ბინა, არამედ ინფრასტრუქტურა მასთან ერთად, მორგებული მაქსიმალურად ადამიანზე. დღეს რა განასხვავებს კარგ დეველოპერს საშუალოსგან? პირველ რიგში ეს არის ნდობის მომენტი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია სანდობა, მაშინ როცა ბინები იყიდება ჯერ კიდე დაუსრულებელ მშენებლობაში და უნდა გქონდეს რეპუტაცია, უნდა იყოს ძალიან სანდო იმისთვის, რომ ადამიანები შენთან იყვნენ კომფორტულად ამ პროცესში, რომელიც არის ბინის შეძენა. და საწყის ეტაპზევე. ზუსტად საწყის ეტაპზევე გამოყვნენ აი ამ რისკში, მისთვის რისკია, როცა თავის ცხოვრების დანაზოგს განდობს შენ და ეს სანდოობა ძალიან მნიშვნელოვანია. და მეორე სწორედ ეს ფუნქციურობა და ფუნქციონალი, რაც მოყვება ამ ბინას. ჩვენ სულ ვიძახით კომპანიაში, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურა და ის გარემო, რაშიც ადამიანმა უნდა იცხოვროს და თავი უნდა იგრძნოს მაქსიმალურად კომფორტულად. იყო პროექტი, რომელმაც შეგცვალათ? კი, და ჩვენთვის, ჩვენი კომპანიისთვის აი შარტავას პროექტი, თეთრი კვადრატი შარტავაზე იყო პროექტი, რომელიც ჩვენთვის პირველი პროექტი იყო უპირველეს ყოვლისა. ძალიან ბევრი ვისწავლეთ და ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთეთ ქალაქისთვის. ერთი მხრივ ეს იყო დიდი ხანი გაჩერებული მშენებლობა. უკვე დიდი ხანი რომ ელოდებოდა მოსახლეობა, ხო? ოლიმპიური ვარსკვლავი. ოლიმპიური ვარსკვლავი, კი ბატონო, რომელსაც დიდი ხანი ელოდებოდა
ხალხი და მათ შეუქმენით და დაუბრუნეთ, გავაკეთეთ მათთვის ის ბინები გადავეცით, რომელსაც 10 წელი ელოდებოდნენ დაახლოებით და ქალაქისთვის შეუქმენით მე ვთვლი რომ ცოტა სუბიექტური ვარ, მაგრამ ძალიან ლამაზი შენობა 37 სართულიანი, რომელიც იძე ჩამოსასვლელია ჩვენ ქალაქში. ყველა კუთხე მაგე უნდა დამიფიქსირე ხა რომ აი საიდანაც გინდა გაიხედო იქით იმ მიმართულებით და ყველა კუთხიდან ჩანს. ლამაზი პროექტი. ბევრი ვისწავლეთ და სრულად გავყიდეთ, ფინანსურადაც კარგი იყო, ყველა კუთხით კარგი იყო და ეს არის ჩვენთვის ვიძახით რომ აი ფლაგმანი პროექტია ჩვენი კომპანიის. რა შეცდომებს უშვებენ ძირითადად მყიდველები? შეცდომები რაც შეიძლება იყოს. ხო, შეცდომები, ერთი არის ბევრი მყიდველი ფართს არ ავნიჭებს იმდენ ყურადღებას. ანუ შეიძლება მაგალითად ერთსაძინებლიანი ბინა იყოს 50 კვადრატი, შეიძლება იყოს 55 და იმ მომენტში თუნდაც აი 5 კვადრატზე ფულის დაზოგვისას, აი 5 კვადრატი ძალიან ბევრია. ანუ რეალურად შეხედო 10% არის იმ ბინის. შესაბამისად, როცა შენ აკეთებ გრძელვადიან გასვლას იმაზე, რომ აქ უნდა იცხოვრო, თქვა 10 წელი, 15 წელი, ის 5 კვადრატი აუცილებლად არ უნდა დაზოგო, ხო. და მე იგივე ხდება რემონტის დროსაც ზუსტად რა. ანუ რემონტი ჩვენ სულ თავაზობთ მოხმარებას, რომ ჩვენთან მოდით გაიგეთებთ, იმიტომ რომ ჩვენ ამ საქმეში პროფესიონალები ვართ და იქ არ უნდა დაზოგო ფული, რომ გრძელვადაში მართლა ის სიამოვნება მიიღო იმ სახლში ცხოვრებით. რა არის თეთრი კვადრატის მთავარი ღირებულება? ხარისხი. ჩვენი მთავარი ღირებულება არის ხარისხი და ხშირად ვიძახით, რომ ჩვენ კომპანიაში ხარისხი კომპრომისს არ ექმედებარება. შეიძლება ყველაფერი გავწიოთ გვერდზე, შეიძლება რომ 2-3 თვე ვადაც გადაგვიცდეს პროექტზე, ოღონდ ეს უნდა იყოს, იმიტომ რომ ხარისხი იყოს ის, რაც უნდა მიიღოს ჩვენმა მოხმარებელმა და საბოლოო ჯამში კი შეიძლება რაღაცა პერიოდი ცოტა გაღიზიანებას გამოიწვევს ამ ფაქტმა, რომ პირობითად თუ გიწევს რომ რაღაცები გაწირო იმისთვის, რომ ხარისხი მიიღო, მაგრამ როგორც კი მოსახლეობა შედის კორპუსში და ნახულობს რა ხარისხს იღებს, იქ უკვე ყველანაირი ის გავიწყდება, რამე სირთულე თუ ქონდა პროცესში. მაყოფილება ფარავს უკვე. მაყოფილება ფარავს, იმიტომ რომ ხარისხი არ ექვემდებარება კომპრომისს. ჩვენ ვართ ბლენდკაშში და გვაქვს ესეთი ტრადიციული შეკითხვა. თქვენი პირველი შეხება ვისკისთან. რა იყო, როდის იყო თუ გაიხსენებთ? რომელი დაგამახსოვრდა? ხო, მოდი ესე ვთქვათ რა, ვისკის დალევა დავიწყე ალბათ მაშინ როცა ზოგადად ალკოჰოლის მიღება დავიწყე, თუმცა ეს არ იყო გააზრებული ვისკის მოხმარება, ხო? ეხლა ეს იყო უბრალოდ დალევა იმისთვის, რომ თრობისთვის ალკოჰოლის საშუალება. ამიტომაც ვკითხულობ აი საიდან დაგამახსოვრდა, რა მოგეწონა? ჩემ პირველი ვისკი, რომელიც გავსინჯი და აი მართლა დღემდე მახსოვს, დღემდე ჩემი საყვარელი ერთ-ერთი ვისკი არის არტბეგის ვიბისტი. რომელიც ჩემ მეგობართან ერთად დავლიე, ჩვენ საერთო მეგობართან ერთად დავლიე და აი იმის მერე ვთქვი, რომ ჯერეთი ეს არის ჩემი საყვარელი ვისკი, იმ მომენტში უბრალოდ სხვა არ მქონდა უკეთესი გასინჯული და ეს პირველი სიყვარული ვისკისთან მოყვება და სენტიმენტალურად დღემდე ვიბისტი სულ მაქვს სახლში და ერთ-ერთი ყველაზე უხეში ვისკი, მაგრამ ის მოგწონს, ის სიუხეში მოგწონს. და ეხა არ შემიძლია არ გავიხსენო, ჩემი პირველი ვისკის ფესტივალი ჯერ იყო მე მგონი ავსტრიაში, გრაცში და ეს იყო არნახული სიამოვნება, არნახული ასორტიმენტი და მაშინ უკვე მართლა ვთქვი, რომ ალბათ გავსინჯე ვისკებს რაღაცა ლიმიტს მივაღწიე, რომელიც უნდა გქონდეს გასინჯული და მე რა თქმა უნდა ჩვენი თბილისის ფესტივალი, რომელიც არის დღესასწაული, რომელსაც ველოდები ყოველ წელს. ძალიან მალე იქნება. კი, ძალიან ჩანიშნული მაქვს კალენდარში, არაფერს არ გეგმავს საერთოდ მაგ დღეებში. ხომ არ გაიხსენებდი რამე საინტერესო ისტორიას? არ აქვს მნიშვნელობა შეიძლება ვისკი თუ რამე რაც მსმენელს შეიძლება დაინტერესდეს. არ შემიძლია არ გავიხსენო ისტორია, როცა ჩვენი ერთი მეგობარი, სახელს და გვარს არ დავასახელებ, აი ესე მე მოფრინავდი მარტო ჩემს შვილს. გამახსენდა. კი, მე მოფრინავდი ჩემს შვილთან ერთად მიუნხენიდან თბილისში. ჩავჯექით თვითმფრინავში და გვერდზე მომიჯდა ადამიანი, რომელსაც არ ვიცნობ. აქეთ მოფრინავს საქართველოში. აქეთ მოფრინავს ისიც მიუნხენიდან თბილისისკენ და გვერდზე მომიჯდა. მე ვზივარ შუაში, იმიტომ რომ ჩემს შვილს უყვარს. ქართველია თუ ისიც არ ვიცი, საერთოდ ჩემს შვილს უყვარს პანჯერასთან ჯდომა, მე ვზივარ შუაში და მომიჯდა ადამიანი, რომელიც გვერდზე ზის და ეხა ლუფთანზას თვითმფრინავი პატარა რა ვიწროთ ზიხარ და ეხა აქეთ იქით იხედები და ამ ადამიანმა გახსნა ტელეფონი და ნახულობს ფოტოებს. და ჩამეხედა. და ამ ფოტოში ვხედავ ჩემ ძალიან ახლო მეგობარს, ჩემ მეგობრებს და ბევრ ვისკის. და მე ეგრევე დავაკავშირე, საიდანაც მეცნობოდა ეს ადამიანი, რომ შევხედე მე მეცნობოდა ჩვენი ჯგუფიდან, ვისკის ჯგუფიდან და
ну, იქ ესე პირველად ხელი ჩამოვართ ერთმანეთს, დღეს ძალიან ახლო მეგობრები ვართ და ესე ვიძახით, რომ ჰაერში დაწყებული მეგობრობა არის. საინტერესო ის ისტორია. მოფრინავდა გრაცის ის მოფრინავდა რეალურად გრაცის ფესტივალიდან უბრალოდ ტკბებოდა თავისი სულ ახალი მოგონებებით და უბრალოდ შევხვდით აი მიუნხენი თბილისის ფრენას. ძალიან საინტერესო ისტორია. ცოტას თქვენს ჰობიზე გკითხავთ, როგორც ვიცი, ძალიან გიყვარს ჩოგბურთი. სიმართლე ვთქვათ, უფრო ხშირად ხარ სამშენებლო ობიექტზე თუ კორტზე? არა, კორტზე, იმიტომ რომ სამშენებლო ობიექტზე ვიზიტი არის დაგეგმილი. ну, აი კვირაში ერთხელ, კვირაში ორჯერ უნდა ჩამოვიარო ყველა სამშენებლო ობიექტი. ჩოგბურთზე, როცა ვთავაზობენ, უარს ვერ ვამბობ, ამიტომ ძალიან ხშირი დაუგეგმავი მატჩი მაქვს კორტზე და შესაბამისად უფრო მეტი დროს ალბათ კორტზე ვარ. რა თქმა უნდა, იმატება პადელიც. პადელი ნაკლებად სხვადასხვა. პადელს აი ეს ჩოგბურთს რო ვერ პოულობ ჩოგბურთის მოთამაშეს, იმ შემთხვევაში შეიძლება ვითამაშო პადელი, თორე პირველი არჩევანი ჩოგბურთია. რატომ ჩოგბურთი? იცით რატომ ბავშვობიდან მოდის, ანუ ჩემ ოჯახში ყველა თამაშობდა ჩოგბურთს. პაპა ჩემი 70 წლის ასაკამდე მუდმივად ყოველ შაბათ-კვირას თავის მეგობრებთან მიდიოდა და კორტზე იყო. შესაბამისად მეც ახლა როცა პატარა ვიყავი და ისიც ახალგაზრდა იყო უფრო მივყავდი იქ ჩვენ მარჯანიშვილზე ვცხოვრობდით და იქიდან ლეილა მესხის კორტები ძალიან ახლოს არის და მთელი ბავშვობა მაქვს ლეილა მესხის კორტებზე გატარებული. კედელთან, მერე მწვრთნელთან ვარჯიშობდი და აი ესე ბავშვობიდან მომყვება ეს ჩოგბურთისადმი სიყვარული. როგორ გეხმარება ჩოგბურთი ბიზნესში? ჩოგბურთი უნიკალური სპორტია, იმიტომ რომ ხშირად ამბობენ რომ ჩოგბურთში ეთამაშები საკუთარ თავს. მოწინააღმდეგე რა თქმა უნდა დგას, მაგრამ პირველი თამაში არის საკუთარ თავთან, იმიტომ რომ ის რომ შენი საუკეთესო ხასიათი გამოაჩინო და შენი საუკეთესო შედეგი დადო კორტზე, პირველ რიგში უნდა დაამარცხო საკუთარი შიშები, საკუთარი ღელვა, ემოცია და ასე შემდეგ. ბიზნესშიც ეგ არის. თუ შენ ეჭვი გეპარება შენ შესაძლებლობებში, თუ შენ არ ხარ მყარი გადაწყვეტილებებში, თუ შენ არ ხარ საკმარისად მიზანსწრაფული, ძნელია წარმატების მიღწევა. არ უნდა აყო ემოცია. არ უნდა აყო ემოციას, ცხადია და აი ეს პარალელი ჩემთვის ძალიან ცხადია ამ ორ მიმართულებას შორის. ჩოგბურთში უფრო სტრატეგიული მოთამაშე ხარ თუ აგრესიული? აგრესიული და მინდა რომ უფრო სტრატეგიული ვიყო, მაგრამ უფრო აგრესიული. ანუ წაგებას როგორ იღებ? ციმეთ ზოგადად ძალიან მიჭირს წაგების მიღება. არ ვიცი ხო საიდან მოდის ესეც არ ვიცი, მაგრამ ძალიან მიჭირს რა, იყოფილა შემთხვევები რომ წამიგია მნიშვნელოვანი მატჩი და აი რაღაც პერიოდი არ მინდა რა, აღარ მინდა, იმიტომ რომ იმდენად დიდი იმედგაცრუება, მაგრამ მე ჩოგბურთის სიყვარული ძალავს ამ ყველაფერს და იწყებ თავიდან ვარჯიშს იმისთვის, რომ კიდე უკეთესი იყო, ვიდრე წინა დღეს იყავი. ჩვენ გვაქვს ბლიც შეკითხვები. კი ბატონო. ჩვენს ბლენდკასტში და თუ უზად ხართ, დავიწყოთ. ვეცდები. ბინა თუ ვისკი? ვისკებით სავსე ბინა. იდეალურია. დილა 7-ზე თუ ღამე 2-ზე? ღამე 2-ზე. ღამე 2-ზე. ჩოგბურთი თუ შეხვედრა კლიენტთან? ჩოგბურთი, იმიტომ რომ კლიენტებთან მე იშვიათად მიწევს, ან თუ ძალიან სტრატეგიული კლიენტი არ არის, იშვიათად მიწევს შეხვედრა. ჩოგბურთი კლიენტ. ჩოგბურთი კლიენტთან შევიდეთ, კი ბატონო, მშვენიერია. კი, ნამდვილად. ძალიან კაი. ინვესტიცია მიწა თუ საკოლექციო ვისკი? არა, მიწა. მე ვისკების საკოლექციო, ამიტომ მიწა. ყველაზე უცნაური კლიენტის მოთხოვნა რა გახსენდება? არ მახსენდება სიმართლე გითხრათ. იმდენად არ მახსენდება, აი ვერ გეტყვით ნამდვილად რომ რაღაცა ესეთი ექსტრაორდინალური მახსენდება კლიენტისგან. შოტლანდია თუ იაპონია? არა, შოტლანდია ცალსახად. წარმატება იღბალი თუ შრომის შედეგი? ორივე. წარმატება არის, როცა იღბალს ხვდები შენი შრომით მომზადებული. სტრესი, სპორტი თუ ვისკი? სტრესი, სპორტი. ვისკი იმის განტვირთვა. ყველაზე ცუდი რჩევა ბიზნესში? ყველაზე ცუდი რჩევა ბიზნესში ალბათ არის რომ არასოდეს არ დანებდე. იმიტომ რომ
იმიტომ რომ დანებება თავისთავად როცა საჭირო არ არის დანებება მიუტევებელი შეცდომა, მაგრამ ბიზნესში დგება მომენტი, როცა ხვდები, რომ უნდა შეცვალო კურსი და იცოდე, რომ აი სწორ ხაზოვნად ვერ გაიტან და სამაგიეროდ ალტერნატიული გზები ყოველთვის არსებობს და ერთ კონკრეტულ გზას არ გადაუხვიო არასდროს, ალბათ არის ყველაზე ცუდი რჩევა. ერთი რამ, რასაც შეცვლიდი. არ ვიცი, რთულია რაში ცხოვრებაში ზოგადად ჩემთვის არ ვიცი ალბათ არა ბიზნესში არა ალბათ უფრო მეტი ვისკის დაგემოვნება მინდა და მაგას შევცვლიდი რომ აი შოტლანდიაში არ ვარ ნამყოფი სხვათა შორის და გეგმავს სულ და ამას შევცვლიდი აუცილებლად რა. უძრავი ქონება ბუშტია? არავითარ შემთხვევაში. ვისკი ინვესტიცია თუ სიამოვნება? სიამოვნება ძალზედ. დეველოპერი რომ არ ყოფილიყავი, ვინ იქნებოდი? მინდა ვთქვა რომ სპორტსმენი ვიქნებოდი და ჩოგბურთელი ვიქნებოდი, მაგრამ ეგეც არ გამომივიდოდა. ამიტომ ალბათ მაინც ბიზნეს პროფესიონალი სხვა სფეროში, იმიტომ რომ ნუ აი ფინანსებთან კარგად ვარ და შესაბამისად სხვა სფეროში ვიქნებოდი რომელიმეში იგივე ალბათ ჩემი პროფესია. იყო ვისკი რომელმაც გაგაკვირვათ, ნუ არტბექი გავიგეთ, სხვა. ზოგადად ეს მუდმივი დაპირისპირება ხო არსებობს არტბეგი თუ ლაფროიგი და ძალიან გამაკვირვა ლაფროიგის აი ელემენტალმა ძალიან მომეწონა როცა და ელემენტი ბოდიში როცა პირველი მეორე მესამე ძალიან გამაკვირვა არ ველოდებოდი ლაფროიგისგან ესეთ ხარისხს ხო ალბათ ეგ რა ეხა გამახსენდა რატომღაც ეგ ვისკი. დღეს ბინის ყიდვა ჭკვიანური გადაწყვეტილებაა თუ რისკია? ყოველთვის ჭკვიანური გადაწყვეტილება სანდო დეველოპერისგან ყოველთვის ჭკვიანური გადაწყვეტილება. ვისკი ფუფუნებაა თუ ყოველდღიურობა? ალბათ ყოველდღიურობა. შეხვედრა კლიენტთან თუ თამაში კორტზე? შეხვედრა კორტზე. კლიენტთან იგივე. ერთი რჩევა 20 წლის საკუთარ თავს. ალბათ მაინც გჯეროდეს საკუთარი თავის, იმიტომ რომ 20 წლის ასაკში ყოველთვის გაქვს ეჭვები, რომ იქნებ რაღაცა არ გამოვიდეს და საბოლოო ჯამში თუ სწორად მიდიხარ, აკეთებ. ამიტომ უნდა გჯეროდეს. თვითონ თავდაჯერებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. დეველოპმენტშიც და ვისკიშიც ერთია. თუ პროცესს ვერ ითმენ, კარგი შედეგით შესაბამისად არ გვაქვს. მე მინდა და დაუბრუნებოდი თეთრ კვადრატს. მინდა ამ თემაზეც ვისაუბროთ. პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო თეთრ კვადრატს. ის არის ფესტივალის შექმნიდან, ჩვენი ფესტივალის პირველი დღიდან ჩვენს გვერდით. ექსკლუზიური პარტნიორი პირველი ფესტივალიდან დღემდე. ძალიან მოხარულები ვართ. პირველ რიგში მადლობა ნდობისთვის და ამ თანადგომისთვის. პირიქით, მადლობა თქვენ. ერთი სიტყვით თეთრი კვადრატი. სანდოობა ისევ. სანდოობა აუცილებლად. სანდოობა და ხარისხი. გიორგი, რა აზრის ხარ ზოგადად თბილისის ვისკის ფესტივალზე? როგორი იყო პირველი ფესტივალი, შემდგომი ფესტივალები და რას ელოდები 16-17 მაისს? ხო, ეს როგორც გითხარით, რა არის მოვლენა, რომელსაც სულ ველოდები, მაგრამ რას ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ პირველი იყო ძალიან კარგი. ანუ იმ მომენტში მეგონა, რომ ამაზე კარგი ვერ იქნებოდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს შევცდი და ბევრად უკეთესი გამოვიდა შემდეგი. და ეს ტრენდი რო არის აღმავალი, შესაბამისად ეხა ველოდები კიდე უფრო დიდს. მით უმეტეს ეხა ლოკაციის ცვლილება და გაფართოება, ასე ვთქვათ, ველოდები მეტ ვისკის, მეტ ადამიანს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ვისკის კულტურა საქართველოში აი ამ ფესტივალის წყალობით და ამ ფესტივალის დახმარებით იზრდება და ჩემ გარშემო უფრო და უფრო მეტი ადამიანი ჩნდება, ვისაც უნდა რომ ვისკი დააგემონოს, არა იმიტომ რომ უბრალოდ დალიოს როგორც სასმელი, არამედ დააგემონოს მართლა იგრძნოს ის გემოები და ის ხარისხი, რაც რეალურად კარგ ვისკის თან ახლავს და შესაბამისად ბევრი ადამიანი მეკითხება რომ როდის არის, სად მოვიდე და უფრო მეტ ადამიანს ველოდები, მეტ გემოს და რაც მთავარია, მეტ ამ ბედნიერ მოგონებას, რაც გვჩება ყველა ვისკის ფესტივალი. ძალიან ბევრმა ადამიანმა აღმოაჩინა, რომ ვისკი არის მათი სასმელი. და რომლებიც არ სვავდნენ, თქვა ისე ჩვეულებრივად სვავდნენ, ანუ ვოდკა, რომი, ჯინი თუ ვისკი ყველაფერს რო სვავდნენ და ეხლა რომ მხოლოდ და მხოლოდ ვისკის მიირთმევენ. კი, ჩემ გარშემოც ბევრია ესეთი და ძალიან მიხარ, იმიტომ რომ ვთვლი რომ
ეს არ არის რომ მარტო ჩვენ გვიყვარს ვისკი და რა კარგია ვისკი, არ მართლა ხარისხობრივად ვისკი არის ძალიან დახვეწილი და ელეგანტური პროდუქტი, რომელიც ადამიანს აფასებს მიხარია. აქვე აღნიშნა რომ თბილისის ვისკის ფესტივალი არ არის მხოლოდ იმ ვიზიტორებისთვის, ვისაც უნდა რომ ვისკი დააგემონოს და გასინჯოს. ასევე აქ არის B2B შეხვედრებისთვის სივრცეები დათმობილი იქნება ეხლა სამომავლოდ. ასევე არის ჰორეკა სექტორისთვის საინტერესო დისტრიბუტორებისთვის და მინდა რომ მოუწოდო ნებისმიერ მათგანს რომ გაითვალისწინოს მოვიდნენ. ჩამოდიან ახალი კომპანიები, რომლებიც არ არიან ქართულ ბაზარზე შემოსული, ეძებენ პარტნიორებს და უნდათ მოძიება ახალი ქვეყნების. ვირთები ამ მოწოდებას ნამდვილად, იმიტომ რომ ბევრი საინტერესო რაღაც აღმოჩენა შეიძლება ამ ფესტივალზე. ჩვენი ტრადიციული ბოლო შეკითხვა კარგი იქნებოდა თუ მოიაზრება არა მარტო თქვათ რომ ნებისმიერი მიმართულებით. მოდი ვისკის გარშემო დავრჩეთ და კარგი იქნებოდა რომ საქართველოში რეგულარულად შემოდიოდეს მეტი და ხარისხიანი ვისკი. რომ იყიდებოდეს ყველგან იყოს ხელმისაწვდომი ის ვისკები, რისთვისაც ჩვენ დავდივართ უცხოეთში, ვყიდულობთ, ვაგემოვნებთ და ასე შემდეგ. ძალიან კარგი იქნება და მაგეთ მივდივართ რეალურად ეს გზა გასავლელია და გავდივართ ამ გზას, იმიტომ რომ შეადაროთ მაგალითად 10 წლის წინ რა იყო საქართველოში ამ ბაზარზე და რა არის დღეს, მნიშვნელოვანი პროგრესია, მაგრამ კიდე წინ ბევრია ამ გზაზე გასავლელი და კარგი იქნებოდა ნამდვილად რომ მეტი ხარისხიანი ვისკი იყოს ხელმისაწვდომი. მე დავამატებ კიდე ჩემი მხრიდან რომ კარგი იქნებოდა თუ განვითარდებოდა ადგილობრივი ვისკის ინდუსტრია. ნამდვილად. ეგეც ძალიან კარგი იქნება. არის საქართველოში პოტენციალი, გვაქვს საუკეთესო ღვინო და საუკეთესო ღვინის კასრები. ნამდვილად, გეთანხმები აბსოლუტურად. ქართულ კასრებში დავარგებული კარგი ვისკი იქნებოდა ძალიან კარგი პროდუქტი და საინტერესო. ამ ყველაფრის განსავითარებლად აუცილებელია ცნობადობის გაზრდა. ამ ცნობადობის გაზრდაზე ვმუშაობთ ჩვენ ყოველდღიურად ფესტივალი, ჩვენი გადაცემაც შესაბამისად ეს ჩვენი პოდკასტიც ამაზე მუშაობს და მე იმედს ვიტოვებ და იმედი მაქვს რომ ახლა მომავალში თანდათანობით ეს ყველაფერი განვითარდება, გაიზრდება. მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, თქვენ როცა საუბრობდით რომ უფრო მეტი და განსხვავებული ვისკები შემოვიდეს საქართველოშია, მე ვთვლი რომ დღევანდელი მონაცემით საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობით და კარგი ასორტიმენტია უკვე შემოსული თუ შევადარებთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს მაგალითად აზერბაიჯანში და ასე შემდეგ, ხო? ეს უკვე რაღაცა წინ გადადგმული ნაბიჯია და ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან კარგია. ჩვენს შესაბამისად ძალიან ბევრს რეგიონის ლიდერები ვართ. ვცდილობთ რომ ჩვენი ქვეყანა როგორმე წინ კიდევ წავიდეს და გავიტანოთ. მე მინდა დაუბრუნდე ისევ თეთრ კვადრატს. როგორც ვიცი რებრენდინგი განიცადა ახლა. მოგვიყევი რა ხდებოდა, როგორ არის? კი. თეთრი კვადრატის ისტორია არის ძალიან საინტერესო. ეს ბრენდი შეიქმნა რეალურად დამოუკიდებლად ოპერირებს 2021 წლიდან. და როგორც გითხარით, ეს შარტავას ჩვენი პროექტი იყო, პირველი პროექტი 2021 წელს, რომელიც ჩვენ დავიწყეთ. მაშინ რეალურად ვიყავით სტარტაპი ბაზარზე, ესეთი დამწყები დეველოპერი კომპანია, რომელმაც ამ 4-5 წლის მანძილზე მოახერხა ის, რომ 15 ახალი პროექტი დავიწყეთ. ამ 15-დან 5 უკვე დავასრულეთ, 10 მიმდინარე პროექტი გვაქვს კიდე. ესეთ ვიმატებთ, ხო, მოკლევადაში ავედით, აი ციფრებში რო თქვა დაახლოებით 9 მილიონი კვადრატს ავწდით, რასაც ვაშენებთ. ეს საკმაოდ დიდი მასშტაბია. და რეალურად ყველა კომპანიის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა სტარტაპიდან, თინეიჯერობიდან უნდა გახდე ბაზრის ძლიერი სრულფასოვანი მოთამაშე. ჩვენ ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერები ვართ და სწორედ ამან გვიბიძგა იმ იდეისკენ, რომ გაგვეკეთებინა რებრენდინგი, ჩვენი ლოგო გამხდარიყო უფრო პრემიალური, უფრო ვიზუალურად თვალსაჩინო, უფრო მიმზიდველი, კი ბატონო. და ამან დაგვაგეგმინა მთელი ეს პროცესები, რაც საბოლოოდ აი რებრენდინგის პრეზენტაციით დაგვირგვინდა, ასე ვთქვათ. კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს აღქმა მომხმარებელში იყოს, როგორც სანდო, როგორც აღნიშნეთ და როგორც კომპანია, რომელიც გვერდში უდგათ მათ. და რებრენდინგის არ იყო მარტო ვიზუალური ცვლილება, ეს იყო დაპირება, ასე ვთქვათ, ჩვენს მომხმარებელთან, რომ ამ კომპანიაში სხვანაირად იცვლება მთელი რიგი პროცესები. მაგალითისთვის დავნერგეთ ძალიან საინტერესო ხელოვნური ინტელექტის მიმართულება, რომელიც აანალიზებს ჩვენს კომპანიაში ყველანაირ კონტაქტს მომხმარებელთან და გვაძლევს რეკომენდაციებს, როგორ შეიძლება გავხდეთ უკეთესები. ეს არის იმ დაპირების ნაწილი,
რომ კომპანია იქნება სხვანაირი კომპანია მომხმარებელს კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით მიუდგება, კიდევ უფრო მეტი მათზე ზრუნვით მიუდგება და ვითვალისწინებთ ყველანაირ უკავშირს მათგან. მეტად იქნება მორგებული კი ბატონო, კი, რაც ასევე ხო აი ზუსტად რა ნახე ეს ხელოვნური ინტელექტი რო ჩაერთო ამ პროცესში შეუძლებელია რომ 70,000 100,000 კონტაქტი გაანალიზო, რომელიც გაქვს ყოველდღიურად მომხმარებელთან. შესაბამისად ჩავხვდეთ აი ეს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ჩვენ ადამიანის მაგალითად აანალიზებს ყველაფერს. ეს რატომ მომყევს ეს არის ერთი მაგალითი, რომ ეს რებრენდინგი არ არის ჩვენთვის მარტო ლოგო შევცვალეთ და უფრო ლამაზები ვართ. ეს არის დაპირება, ასე ვთქვათ, ჩვენი მომხმარებლებისთვის, რომ ჩვენი კომპანია გადავიდა შემდეგ ეტაპზე და სლოგანიც გვაქვს ახალი დასაწყისი. და ზოგადად ფინიშ შეძენაც ხო რაღაცა ახალი დასაწყისია ყველასთვის, ხო საინვესტიციო ტყიდულობს საცხოვრებლად ახალი ოჯახი, ახალი ურთიერთობები, ახალი სიცოცხლე. და სწორედ ეს არის, რომ ჩვენი კომპანიისთვისაც ეს არის ახალი დასაწყისი, იმიტომ რომ ჩვენი კომპანია ახლებურად მიუდგება მთელ რიგ პროცესებს. სამომავლო პროექტებზე ხო არაფერს გვეტყოთ? გაქვთ რამე რომელიც ჯერ უკვე არ სამომავლო პროექტები ეხლა დავიწყეთ, აი ერთი კვირის წინ დავიწყეთ ახალი პროექტი, რომელიც ძალიან საინტერესოა, კახეთის გზატკეცილზე მდებარეობს და ძალიან საინტერესო პროექტია, მისი გაყიდვები უკვე დავიწყეთ და სულ მალე დავიწყებთ უფრო ჩვენთვის პრემიალურ პროექტს გრწანისის უბანში და მის გაყიდვებსაც მალე დავიწყებთ და სწორედ ეს იქნება ჩვენი ახალი დასაწყისით შექმნილი, ასე ვთქვათ, პირველი პროექტი, რომელსაც თავიდან ბოლომდე ჩვენ ვაპროექტებთ და გათვალისწინებული იქნება აი ეს ყველანაირი ინფრასტრუქტურა, ყველანაირი კეთი, რომელიც აპირებთ დასრულებას, ჩაბარებას ეს როგორ არის? აი ალბათ დაწყებიდან 2 წელიწადში და სავარაუდოდ მოუწევს 2028-ის დაახლოებით ჩაბარება მაგ პერიოდში. ძალიან კარგია. შვენიერი. ეს იქნება უბანი თუ ზოგადად? არა, ეს არ არის უბანი, ეს არის ერთი საცხოვრებელი ბლოკი, რომელიც მოიცავს ბევრ ინფრასტრუქტურულ ნაწილს, რომელიც არის გამაჯანსაღებელი დარბაზი, სკვერი და ტერასები, ხედებით და ასე შემდეგ. ძალიან კარგი. ეხლა როცა მსმენელი გვისმენს და დააინტერესდა და უნდა რომ მოგმართოთ. როგორ დაგიკავშირდეთ? ჩვენთან დაკავშირება საკმაოდ მარტივია, თეთრი კვადრატი Facebook-ზე, WhatsApp-ი, ვებსაიტი, ყველა ადგილიდან შეიძლება დაკავშირება და ეს მთელი ეს კომუნიკაცია თავს იყრის ჩვენ call center-ში, რომელიც სრულ მზადყოფნაშია, რომ ყველა კითხვას მომხმარებლისას გასცეს პასუხი. ჩვენ Blendcast-ში ვართ და ამიტომ უნდა დაუბრუნდე ისევ ჩვენს ალკოჰოლურ სასმელებს და ერთი ესეთი შეკითხვა მაქვს, ხომ არ იცით თუ ხარ გაგიგიათ ახალი ჯინის შესახებ, რომელიც ახლა ხანს შემოდის ჩვენს ბაზარზე? არა, არ მსმენია ჯერჯერობით არაფერს. არა. არის ესეთი კომპანია Evercraft International, რომლის პროდუქტებიცაა Forcewood და Artforti და აგრეთვე მათი პროდუქტია ეს Haltonsიც. ქართული კომპანია, რომელიც ქმნის თავის ნაწარმს, ესე ვთქვათ, აწარმოებს შოტლანდიაში, აწარმოებს დიდ ბრიტანეთში და ეს სრულიად ქართული კომპანია ამის მფლობელი. ჩამოდის საქართველოში ეს პროდუქცია და მერე გადის ექსპორტზე, რაც იყიდება ადგილზე იყიდება, რაც არა და გადის ექსპორტზე სხვა ქვეყნებში. ძალიან საინტერესო ბიზნეს მოდელი Forcewood და Artforti ვიცი გამისინჯავს. მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი ვისკია თავისი სეგმენტისთვის, თავის კატეგორიაში შვენიერი ვისკია, ფასი ხარისხის კომბინაცია არის იდეალური ამ ვისკებში. ჯინია არ მქონდა გაგებული, გავსინჯავ აუცილებლად დავაგეგმოთ, საინტერესო არის. ძალიან კარგი ჯინი ტონიკთან ერთად გადასარევი. ახლა თქვენ ვისკის მოყვარულებს დიდად ვერ შემოგთავაზებთ ასე ამ ფორმატთან. ჯინს თავისი ადგილი აქვს. კი. ივენთის დასაწყებად გასახურებ ჯინ ტონიკი შვენიერი პროდუქტია. Welcome-ისთვის. ძალიან კარგი. მადლობა გიორგი, ჩვენი სტუმარი იყო გიორგი ნატროშვილი. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, დაგემშვიდობებით. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. მადლობა გიორგი, მადლობა ჩვენს მაყურებელს. მოიწონეთ ჩვენი გვერდი, გააზიარეთ და გაუზიარეთ თქვენ მეგობრებს, ვისთან ერთადაც ერთი დრამის მირთმევა გიხარიათ. ნახვამდის. მადლობა. ნახვამდის.